მე ვარ მარიამ სუხტაშვილი, ამჟამად ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი და ჯერჯერობით არ ვარ რაღაც კონკრეტული მიმართულებით სპეციალიზებული, თუმცა ამ ეტაპზე ძალიან აქტიურად ვარ ჩართული აკადემიური კვლევების პროცესში. მათ შორის ისეთ თემებს ვიკვლევ და ისეთი თემების ანალიზის მიმართულებით ვმუშაობ, როგორიც არის, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ფილოსოფია, ლიტერატურა, ზოგადად ფილოსოფია, თუ რაღაც მსგავსი განხრები მოკლედ. და ვფიქრობ, რომ სამომავლოდაც ამ მიმართულებით ვიქნები დაკავებული და დღევანდელი შეხვედრაც მაგიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ ფაქტობრივად არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ სამომავლოდ, ასე ვთქვათ, გავხდე საჯარო ლექციებში მომხსენებელი. და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ შესაძლებლობას ჩემთან ერთად იზიარებთ. რაც შეეხება უშუალოდ თემატიკას, რასაც დღეს უნდა ვისაუბროთ, ეხება ტოტალიტარიზმს, რასაც დაახლოებით რამდენიმე თვეა უკვე ინტენსიურად ვიკვლევ და საკმაოდ საინტერესო მიგნებები არსებობს ამ მიმართულებით. თუ ზოგადად რა არის ამ ტოტალიტარიზმის არსი, რა არის მისი ბუნება და ზოგადად როგორები არიან ის ადამიანები, ვინც ტოტალიტარულ რეჟიმში არსებობენ და ცხოვრობენ, ხო, იმიტომ რომ ეს ზოგადად არის ისეთი ფსიქოსოციალური ფენომენი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს შესწავლას. ძალიან ბევრ ადამიანში აღძრავს კითხვებს იმის შესახებ, რომ როგორ შეიძლება ადამიანი აბსოლუტურად ჩაგრულ მდგომარეობაში მყოფი, რომელსაც წართმეული აქვს რაღაც კონკრეტული თავისუფლების თუ არჩევანის შესაძლებლობები, თან არსებობდეს ასეთ რეჟიმთან. შესაბამისად, საინტერესო ამ მიმართულებით ასეთი ტიპის ადამიანის კვლევა. თუმცა ცალსახად აქ არ გულისხმობთ ისეთ ადამიანებს, ვინც უშუალოდ რაღაც კონკრეტული წვლილი შეიტანა უშუალოდ ტოტალიტარული რეჟიმის ფორმირებაში, ხო? აქ იგულისხმება ის ადამიანები, ჩვეულებრივი მოსახლეობა, რომელსაც არ აქვს რაღაც კონკრეტული სარგებელი. პირიქით, ტოტალიტარულ რეჟიმებში ისინი გრძნობენ თავს დაჩაგრულად, არ აქვთ რაღაც კონკრეტული ბენეფიტები ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობის მიმართულებით, არ აქვთ რაღაც კონკრეტული თავისუფლების შეგრძნება, მაგრამ მაინც თან არსებობენ ამ რეჟიმთან ერთად. პირველ რიგში სანამ უშუალოდ ადამიანების, მსგავსი ადამიანების შესწავლას დავიწყებთ და კითხვებს დავსვამთ იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ მიმართულებით, გავიაზროთ რა არის ტოტალიტარიზმი, ხო? ეს არის ისეთი მმართველობის ფორმა, როდესაც მთლიანი ძალაუფლება და სახელმწიფოში არსებული ყველა ძალა აკუმულირებულია ერთი კონკრეტული ადამიანების ხელში. ამ შემთხვევაში მთავარ როლს თამაშობს იდეოლოგიის კულტი, რომ მე როდესაც ამ იდეოლოგიას ვაყალიბებ, ჩემი მთავარი მიზანი ხდება, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ სხვა მიმართულებით გახედვა, ალტერნატივა ამ იდეოლოგიას აღარ აქვს. შესაბამისად, ის პოვა აგრეთვე თავისუფლებაც და თავისუფალი არჩევანი კვდება იმ მხრივ, რომ თუ კულტი გვაქვს და თუ ლიდერი გვყავს, რომელსაც მიუყვებით, მის მიღმა აღარ შეგვიძლია რომ გავიხედოთ. გარდა ამისა, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ ცენზურა, შიში, მოსმენა, დასმენა და ასე შემდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად ზღუდავს თავისუფლებას. შესაბამისად, აბსოლუტურად ვალიდურია დავსვათ ის კითხვა, რომ როგორ შეიძლება რომ ადამიანები ესეთ რეჟიმში ცხოვრობდნენ, ისე რომ გულრწყფელად სწამდეთ ამ რეჟიმის და ენდობოდნენ მას. და აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ხაზგასასმელია სიტყვა გულრწყფელი, იმიტომ რომ რეალურად ასეთ რეჟიმებში ადამიანები აბსოლუტურად გულრწყფელად მიყვებიან ტოტალიტარულ იდეოლოგიას, ხო? აქ არ არის რაღაც ძალდატანება, აბსოლუტურად მორჩილები სრულიად გაცნობიერებული თავიანთ, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურ შინაარსში, ხო? და რატო ხდება ესეთი რაღაც, რომ როგორ ხდება საერთოდ იმის ჩამოყალიბება, რომ გულრწყფელად ხდება ამ ადამიანების დაინტერესება ისეთ საკითხებით, რომელიც მათ ჩაგრავს. შეუძლებელია, რომ ტოტალიტარულმა რეჟიმმა ადამიანები ძალდატანებით ჩამოყალიბოს, იმიტომ რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში თუ ეს ძალისმიერი გზით არის მიღწეული, რომ შენ დაემორჩილო ტოტალიტარულ რეჟიმს, ეს აუცილებლად გადადის ადამიანების ფრუსტრაციაში, ხო? რაღაც აღშფოთებაში და აუცილებლად გადაიზრდება პროტესტში, რაც საბოლოოდ ტოტალიტარულ რეჟიმს ანგრევს. შესაბამისად, უნდა დავსვათ კითხვა, რომ როგორ ხდება მასების ესე მოქცევა. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ვფიქრობთ ამაზე ფიქრობდნენ ტოტალიტარული რეჟიმის მმართველებიც და იცოდნენ ის, რომ რაღაც კონკრეტული მექანიზმები უნდა შეემუშავებინათ იმისთვის, რომ ეს შეგრძნებები ადამიანებში გაიღვიძათ, რომ არ ქონდათ რაღაც შინაგანი დისკომფორტი და მიყოლოდნენ ტოტალიტარული რეჟიმების იდეოლოგიას, ხო? იმიტომ რომ ზოგადად ტოტალიტარული რეჟიმები დგას მასაზე. თუ არ არსებობს მასა, მის ჩამონგრევა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, ხო? და გაჩნდა კითხვა, როგორ მოვაქციოთ ადამიანი ჩვენს იდეოლოგიაზე და ამაზე საკმაოდ კარგ პასუხს გვაძლევს ჯორჯ
ორუელი, რომელიც 1984-ში იყენებს ასეთ ტერმინს ორმაგი აზროვნება, რაც რეალურად ჩვენი ლექციის თემაც არის, ხო? ანუ რა არის ეს ორმაგი აზროვნება? ეს არის აბსოლუტურად დამახასიათებელი თვისება ტოტალიტარულ რეჟიმში მცხოვრები ადამიანისთვის, როდესაც შეგიძლია რომ ორი სრულად ურთიერთ გამომრიცხავი აზრი ატარო გონებაში. ანუ აბსოლუტურად რადიკალური ერთმანეთთან შეპირისპირებული აზრი შეგიძლია გონებაში გქონდეს, თუმცა ის კი არა რომ ერთმანეთს ანაცვლებდეს, ან რაღაც მომენტში ხან ერთის გჯეროდეს, ხან მეორეს, არა, ორივესი აბსოლუტურად რეალურად გაცნობიერებლად გჯერა. და გულწრფელია ეს მიმართებები ამასთან დაკავშირებით. ეს არის აუცილებელი მსგავსი რაღაცის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ თუ ადამიანს შინაგან ასე ვთქვათ, არსებაში გაუჩნდა დისკომფორტი, რომ იცი რა, მე რაღაც იდეები მაქვს, რაღაც ღირსება მაქვს, რაღაც იდეოლოგია მაქვს და ეს აუცილებლად კონფლიქტში მოდის იმ იდეოლოგიასთან, რასაც ასე ვთქვათ, ტოტალიტარული მმართველი მემაწოდებს. ეს დისონანსის შეგრძნებას წარმოქმნის და ვერ მოხდება ისეთი რაღაც, რომ მყარი საფუძველი შექმნას ტოტალიტარიზმს. შესაბამისად, აუცილებელი ხდება, რომ მსგავსი რაღაც ჩამოყალიბდეს და მეტიც, ჩემი დაკვირვებებით და არა მხოლოდ ჩემი დაკვირვებებით, ეს ხდება საფუძველი, საიდანაც აღმოცენდება ტოტალიტარული რეჟიმის ადამიანი, ხო? ამ ორმაგი აზროვნების საკმაოდ კარგი მაგალითია თავად 1984-ში გამოტანილი ლოზუნგები, ხო, რომ ომი არის მშვიდობა, რომ თავისუფლება არის მონობა და რომ უმეცრება არის სიძლიერე. ანუ რეალურად აქ რას ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ერთმანეთთან შეუთავსებელი იდეები ერთმანეთთან მოდის რაღაც ერთმთლიანობაში, ხო? ანუ როგორ არის ეს შესაძლებელი? ყოფა ცხოვრებაში რომ გადავიტანოთ ეს მაგალითი იმ ადამიანს, ვისაც ეს ორმაგი აზროვნება გააჩნია, აკეთებს ასეთ რაღაცას, რომ შეიძლება მე მეზობლად გადავიდე ვიღაც ნაცნობთან და განვიხილო ესეთი სიტუაცია, რომ იცი რა, გაიგე ის ახალი ინფორმაცია, რომ მეზობელ ქალაქში ომი დაიწყეს, რა საშინელებაა, რაღაც ადამიანები დაიღუპნენ, მიწასთან გასწორდა ყველაფერი, სახლები დაინგრა, ადამიანები საცხოვრებლის გარშე დარჩნენ, ამას გულწრფელად განიცდიდეს. მეტიც შეიძლება გლოვობდეს ვიღაც ნაცნობს, რომელიც ამ ომში მოყვა და გარდაიცვალა დაუშვათ, მაგრამ მეორე წამს, როდესაც ამ ადამიანს კითხავენ, რომ რა არის შენთვის რეალურად ომის განმარტება, ის გეტყვის ესეთ რაღაცას, რომ იცი რა, სახელმწიფო ამას იმიტომ აკეთებს, რომ სტაბილურობა ან მშვიდობა შეინარჩუნოს. დაახლოებით ასეთ რიტორიკას ატარებს ეს ადამიანი. ერთი მხრივ აბსოლუტურად კარგად აქვს გათვითცნობიერებული რაღაც კონკრეტული ცნების ავთენტური დეფინიცია, კარგად ესმის მისი აზრი, თუმცა პარალელურად სხვა კონტექსტში სხვადასხვად იყენებს ამას. და ეს აძლევს იმის საშუალებას ტოტალიტარულ რეჟიმს, რომ ადამიანებში აღმოფხვრას დისონანსი. ანუ მე არ მიჩნდება დისონანსი იმის შესახებ, რომ რაღაც საშინელებას ვხედავ, სისასტიკეს ვხედავ და თან ამავდროულად ეს მგონია რაღაც კონკრეტული პროგრესის ნაწილი, სტაბილურობის ან სიმშვიდის შენარჩუნების ნაწილი, ხო? ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია 1984, ასევე ფიქრობ, რომ ბევრს გექნებათ წაკითხული კონკრეტულად ის მომენტი, როდესაც ცდილობენ, რომ პროტაგონისტის გონებაში, ასე ვთქვათ, დაამკვიდრონ ის აზრი, რომ 2 მიუმატოთ 2 არის 5. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხაზგასასმელი ნაწილი ამ ნაწარმოებში, ხო? ამ დროს რა ხდება, რომ პირველ რიგში გამარჯობა. პირველ რიგში იწყება წამების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება. პირველ რიგში იწყება წამების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, რომ მოხდეს ამ კონკრეტული ადამიანის გონის ფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს ამ შემთხვევაში არის ფიქციური ნაწილი, იმიტომ რომ არ შეიძლება, რომ როდესაც ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება მინდა და მინდა, რომ მთელი ძალაუფლება, რაც სახელმწიფოშია, ჩემს ხელში იქნას აკუმულირებული, ვერ წავალ და ვერ დავიწყებ თითოეული ადამიანის რაღაც ოთახში შეყვანას, წამებას და შემდეგ დეფორმირებული გონით გაშვებას. ხო, ეს რა თქმა უნდა ალეგორიაა, მაგრამ საკმაოდ რეალური ალეგორია იმ მხრივ, რომ გვაჩვენებს რამდენად მტანჯვალ და წამებელ გზას გადის ადამიანი, როდესაც მის გონს, ანუ არა პირდაპირ ეხება ტოტალიტარული მმართველი და აფორმირებს მას, ანუ დეფორმაციას განაცდევინებს, ხო? და რო დავუბრუნდეთ სიუჟეტს, როგორი რაღაც ხდება. და აქ ძალიან კარგად ჩანს გულწრფელობის თემატიკაც, რომ პირველ რიგში წამება გრძელდება, რაღაც მომენტში უინსტონ სმიტი ამბობს ეს რაღაცას, რომ კი, მე მჯერა, რომ 2 მიუმატოთ 2 არის 5, მაგრამ წამება გრძელდება, იმიტომ რომ ხდებიან წამებლები, ასე ვთქვათ, რომ ის არ ამბობს ამას გულწრფელად და პირდაპირ ეუბნებიან, რომ არა, სანამ ძირფესვიანად არ გაიაზრებ იმის აზრს, რასაც ჩვენ გეუბნებით, მანამდე არ მოხდება ეს, ხო? და ზუსტად ეს არის, რომ საბოლოოდ, როდესაც რეალურად თავისთვის ჩაილაპარაკებს პერსონაჟი, რომ იცი რა, მოდი დავფიქრდე, იქნებ მართლა 2 მიუმატოთ 2 5-ია, მხოლოდ მაშინ წყდება ეს წამების აქტი და შეუძლია, რომ გარსამყაროს შეუერთდეს, ხო? იმიტომ რომ მისი გონება უკვე ამ ეტაპზე იმდენად დეფორმირებული
დეფინირებულია, რომ აღარ შეუძლია რომ სხვა რაღაც გარე აქტორებს ამ ხრივ რაღაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს. ეხლა რო წარმოვიდგინოთ სიტუაცია, წამების ოთახიდან გამოსული უინსტონ სმიტი რას შვება, ხო? შესაძლოა რაღაც კონკრეტულ კონტექსტებში მისთვის ორს დაუმატოთ 2 იყოს, ამ შემთხვევაში 4, იმიტომ რომ კონტექსტუალობიდან გამომდინარეა, ხო, ეს ყველაფერი, ანუ მის გონებაში ავთენტური არსი არსებობს ამის, მაგრამ როდესაც რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში დაუსვავენ ამ კითხვას, შესაძლოა გასცეს პასუხი 5 და ამისიც გულრწყფელად სწამდეს, ანუ მის გონებაში ერთიც არსებობს და მეორეც არსებობს. მაგრამ რა საჭიროა, რომ მივმართოთ ორმაგი აზროვნების ტექნიკას იმ შემთხვევაში, თუ გვინდა რომ ჩამოვაყალიბოთ ტოტალიტარული რეჟიმი და იმედი არ გამოიყენებთ ამას. აქ ხდება ესეთი რაღაც, რომ თუ დაუშვათ ვიფიქრებთ იმაზე, რომ სრულად ამოვურეცხოთ ამ ადამიანებს რაღაც კონკრეტული დეფინიცია გონებიდან და სრულად ახალი რაღაც ჩაუდოთ გონებაში, ეს არ იმუშავებს და არ იმუშავებს რატომ? თუმე მაგალითად ვიფიქრებ იმაზე, რომ ავდგე და მშვიდობის ცნება შევცვალო ომის ცნებით, აქ უბრალოდ მოხდება ლექსიკური მარაგის გადანაცვლება, ხო, რომ უბრალოდ რო წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენთვის თავიდანვე ომი იყო მშვიდობა, ანუ ეგრე იქნება, უბრალოდ შეიცვლება სახელი და მეტი არაფერი. მაგრამ აქ აუცილებელია, რომ რაღაც კონკრეტულ დადებით დეფინიციასთან იყოს მიბმული სიტყვა, რაზეც ჩვენ გვინდა რომ მანიპულაცია მოვახდინოთ, ხო? ამას აკეთებს ტოტალიტარული რეჟიმის მმართველიც, ხო? რომ არსებობს რაღაც კონკრეტული სიტყვა, რომელიც თავიდან ბოლომდე ასოცირდება ამ ადამიანისთვის დადებით კონტექსტთან და მე შემომაქვს რაღაც ახალი სრულად დამატებითი იმისთვის, რომ ეს გამოვიყენოთ ჩემს სასარგებლოდ. ესეთი რაღაც ხდება დაახლოებით რეჟიმში. მაშინ როდესაც ვსაუბრობდით უშუალოდ 1984-ის ამ სიუჟეტზე, აუცილებელია წამების სიუჟეტზე რო ვსაუბრობდით, ხო, რეალურად როგორც გითხარით ეს ფიქციაა, მაგრამ რეალობაში იყენებენ განსხვავებულ მექანიზმებს და ეს განსხვავებული მექანიზმები ძალიან მრავლად არის გაფანტული, ასე ვთქვათ და სწორედ ეს მეთოდები ეხმარება მმართველს, რომ მიიყვანოს ეს ადამიანები ორმაგ აზროვნებამდე, იმიტომ რომ რაც არ უნდა გელაპარაკოთ დაუშვათ, თქვენ ვერ მოხდება თქვენი გონების გახლეჩვა, ხო, აუცილებელია რომ რაღაც შემამზადებელი ეტაპი გავიაროთ ამისთვის და რაღაც პრეცედენტი შევქმნათ იმისთვის, რომ საბოლოოდ შეიკრას ეს აბსურდული გონი, კოლექტიური გონი, რასაც ქვია, იმიტომ რომ ეს ერთ ადამიანს არ ახასიათებს, მასობრივად ხდება ეს. ამისთვის საჭირო ხდება მექანიზმების შემუშავება. ამ შემთხვევაში ლექციის ფარგლებში შევეცდები რომ განვიხილო 2 ძირითადი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ საკითხის გასააზრებლად. მათ შორის ერთ-ერთი მექანიზმი არის ის, რაც ასე ვთქვა და შესაძლებელს ხდის, რომ ორმაგი აზროვნება ჩამოყალიბდეს და მეორე არის მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ ეს ორმაგი აზროვნება შენარჩუნდეს, ხო? პირველ შემთხვევაში, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ხდება თავისუფლების მნიშვნელობაზე აპელირება. ანუ თავისუფლების გაძლიერებული შეგრძნების მიწოდება მოსახლეობამდე. ანუ რამდენად კომიკურად და აბსურდულად ჟღერს, წარმომიდგენია, ხო? წარმოგიდგენიათ თქვენს, რომ როგორ შეიძლება ტოტალიტარმა, ასე ვთქვათ, თავისუფლებაზე ზედმეტი კონცენტრაციით შექმნას ესეთი ტირანული რეჟიმი, ასე ვთქვათ, მაგრამ საკმაოდ რეალურია. ეს იმიტომ ხდება, რომ რეალურად ტოტალიტარიზმმა იცის, რომ არ სჭირდება არსებითად რაიმე ახალი ცნების შექმნა. კარგად ესმის ადამიანის ფსიქოლოგიის და ხვდება იმ კონკრეტულ მოცემულობებს, რომლებიც შეუძლია გამოიყენოს, რომელიც შეიძლება დაასტიმულიროს და აქედან აღმოაცნოს რაღაც სრულად ახალი კონცეფცია და სწორედ ეს არის თავისუფლება. ამის განმარტებისთვის აუცილებლად გვჭირდება ეგზისტენციალიზმის ფილოსოფია, რომელიც სრულად ფოკუსირდება ამაზე, ხო? რეალურად რა არის თავისუფლება? ანუ ყველა თქვენგანისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის რაღაც დადებითი კონცეფცია, ხო? სარტრი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ადამიანებს რეალურად მოსჯილი გვაქვს თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად დადებითია ჩვენთვის, თავისი მძიმე შედეგებიც მოაქვს. მათ შორის ეს არის პასუხისმგებლობა. რაც მეტად გაწვდიმე შენ თავისუფლებას, მით უფრო იზრდება შენი პასუხისმგებლობა ამ მხრივ. და ის საკმაოდ და ძალიან მნიშვნელოვნად მძიმე წნეხია ასეთი ადამიანებისთვის და არა მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმში მცხოვრები ადამიანისთვის, ყველასთვის. აი მაგალითად მე რომ აუცილებელი აქ აღინიშნოს, რომ ყველანი აბსოლუტურად ვართ თავისუფლები და ზოგადად ვატარებთ ამ სიმძიმეს, რაც თავისუფლებას მოაქვს, რომ მე რომ არჩევანს არ ვაკეთებ, ეგეც კი არჩევანია, მე გავაკეთე,
რომ არჩევანი არ გამეკეთებინა. მსგავსი, ასე ვთქვათ, შინაარსდევს ამაში. და რატომ არის უშუალოდ ეს ძალიან მძიმე მოვლენა ადამიანებისთვის, როგორც ვთქვით, ეს ზრდის პასუხისმგებლობას და ყოველდღიურობაში ნებისმიერ თქვენგანს გამოგიცდიათ ის შემთხვევა, როდესაც თავისუფლების უკუგდება მოგდომებიათ და ამას აგიხსნით, როგორც გითხარით, სტუდენტი ვარ, ძალიან სტუდენტურ ყოველდღიურ მაგალითსაც, ხო, მაგალითად, როდესაც რაღაც კონკრეტული საგნის დედლაინი მაქვს და ძალიან ინტენსიურად მჭირდება მეცადინეობა, მაგრამ რაღაც დასვენების საჭიროება მიჩნდება, ხო? პირდაპირ ვერ ვახერხებ, რომ საკუთარ თავზე ავიღო ის პასუხისმგებლობა, რომ იცი რა, კაი, დავისვენებ და ცოტა ხანში გავაგრძელებ. აუცილებლად მჭირდება, რომ მეგობარს მივწერო და ვკითხო, შენი აზრით დავისვენო? დაახლოებით მსგავსი რაღაც, ხო, რომ ამ დროს რას ვაკეთებ, ჩემს თავისუფლებას ნაწილობრივ ვთმობ და პასუხისმგებლობას ვანიჭებ სხვა ადამიანს, რომ ის თუ მეტყვის, რომ კი, არა უშავს, დაისვენებ, მოასწრებ მაინც, მაშინ მე ამით ვალიდაციას ვიღებ. და ანუ ეს დისკომფორტი დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანს რაღაც დოზით გაქვთ, როდესაც ცდილობთ, რომ საკუთარი არჩევანი სხვას გადააბაროთ და წარმოიდგინეთ, რამდენად ტანჯველი და მძიმე არის მსგავსი პასუხისმგებლობის განცდა, როდესაც ეს ხდება იდენტობის დონეზე. ანუ როდესაც ტოტალიტარული რეჟიმი ამას იმდენად მძიმედ გაწვდის, რომ აი სული გეხუთება, ოღონდ ვინმეს გადაულოცო ის შენი თავისუფლება. დაახლოებით ამას აკეთებს. ამის ძალიან კარგი მაგალითია აიხმანის პროცესი. აიხმანი იყო ადამიანი, რომელმაც ასე ვთქვათ, პირდაპირ მოაწერა ხელი 6 მილიონი ებრაელის საკონცენტრაციო ბანაკებში გადანაწილებას ჯერ და შემდგომ მათ სიკვდილს, ასე ვთქვათ, ხო? აიხმანი, როდესაც სასამართლო პროცესზე მოიწვიეს და დაკითხეს თუ ანუ რა კავშირი ჰქონდა ამ ყველაფერთან, ვერ ხვდებოდა, გულწრფელად ვერ ხვდებოდა, რატომ იყო ეს მისი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობა უკვე სახელმწიფომ აიღო თავის თავზე, როდესაც მან თავის თავისუფლება და თავის პასუხისმგებლობა მას გადააბარა. ხვდებით, ჰანა არენტი ესწრებოდა ამ სასამართლოს და ამბობს ეს რაღაცას, რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივი უბრალო ადამიანი იყო აიხმანი, რომელიც უბრალოდ ვერ ხვდებოდა ამ თავის წვლილს მსგავს საქციელში. ეს ხდებოდა სწორედ მაგიტომ, რომ მას პასუხისმგებლობა აღარ გააჩნდა ამ თემებთან დაკავშირებით. ეს არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველადი ნაბიჯი იმისთვის, რომ სოციუმში ჩამოვაყალიბოთ ჭანჭიკის მენტალიტეტი. და რას ნიშნავს ეს? როდესაც შენ აქრობ მთლიან ჩვენს პასუხისმგებლობას და ამას სახელმწიფოს აბარებ, ასე ვთქვათ, შენ ხდები უზარმაზარ პროცესში და უზარმაზარ მექანიზმში ერთადერთი პაწუკა, რაღაც ძალიან პატარა ჭანჭიკი, რომელზეც არაფერი არ არის დამოკიდებული, ხო? ანუ ფაქტობრივად შეიძლება შენი მონაწილეობით რაღაც საშინელება მოხდეს, ომი დაიწყოს, უდანაშაული ადამიანი განადგურდეს, მაგრამ შენ ამ ყველაფერში პასუხისმგებლობას ვერ გრძნობ. გაგვს დისკომფორტი უბრალოდ, კომფორტს გრძნობ, იმიტომ რომ არ გაწუხებს არაფერი ზედმეტად. დაახლოებით ასეთი რაღაც არის ეს ჭანჭიკის მენტალიტეტი და ბიუროკრატიული პროცესები სრულად ასახავს ამას. ანუ ბიუროკრატია რა შვება ზოგადად, რომ შენ განიჭებს ანონიმურობას. იქ რო ვიღაცამ რაღაც საბუთი ამობეჭდა, შენ გადმოგცა, შენ ხელი მოაწერე, შემდეგ მოგიწია რომ ის რაღაც კონკრეტულ დაწესებულებაში წაგეღო და ასე შემდეგ. ეს ხო რაღაც დაუსრულებელი, ძალიან ბიუროკრატიული ნაცრისფერი პროცესია, ხო? სადაც არ ჩანს უშუალოდ შენი ხელი სად მიდის. არ ჩანს უშუალოდ შენი ინდივიდუალიზმი, ანუ ქრები ამ პროცესში არაფერი არ ხარ საერთოდ და სწორედ ამას განიცდის ადამიანი და სწორედ ამიტომ აქვს შვება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ საერთოდ აღარ ხდება დისკომფორტის და დისონანსის შეთავსება საკუთარ თავთან, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა დათიშული გაქვს და შენზე არაფერი აღარ არის დამოკიდებული. ასევე ძალიან კარგი მაგალითია კაფკას პროცესი და ვისაც არ გაქვთ წაკითხული, აუცილებლად რეკომენდაციას გაუწევრო, წაიკითხოთ. ზოგადად კაფკაც არის ეგზისტენციალიზმის მწერალი, ხო? ანუ ძირითადად ისეთ თემებზე აპელირებს, როგორც არის თავისუფლება. შესაძლოა ეს პირდაპირ არ ჩანდეს მის ნაწარმოებებში, მაგრამ როდესაც ეს სიღრმისეულად ჩავეძიებით, აუცილებლად დავინახავთ, რომ ზუსტად იმ თემაზე საუბრობს, რასაც ახლა ვისაუბრეთ. კერძოდ, ვისაც გაქვთ წაკითხული, გეცოდინებათ, მაგრამ მაინც მოვყვები ზოგადად კონტექსტს, რომ რა ხდება პროცესში, ხო? იღვიძებს იოზეფ კ, ჩვენი პერსონაჟი, ჩვენი პროტაგონისტი ამ ნაწარმოების და უცბად მოდიან მასთან პოლიციელები, რომლებიც ეუბნებიან, რომ თქვენ დაკავებული ხართ, მაგრამ თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ აკეთოთ ის, რაც გინდათ. წახვიდეთ სამსახურში, გააგრძელოთ თქვენი რუტინული ცხოვრება და მიდიან. ანუ აქ იწყება სრული
ის პროცესი და ის მტანჯველი პროცესი, რასაც შემდგომში პერსონაჟი გადის, იმიტომ რომ რეალურად იმას კი არ იგებს, რომ დაკავებულია და თავისუფლება იზღუდება. რეალურად იგებს იმას, რომ თავისუფალია და ეს მისთვის არის რაღაც აუტანელი შეგრძნება. ანუ რეალურად ამ შემთხვევაში თავისუფლება მისთვის ხდება განაჩენი. მთელი ნაწარმოების განმავლობაში პერსონაჟი ისე რომ არავინ არ იბარებს არც სასამართლოში, არც არავინ არ ეხვეწება, რომ გაასამართლონ, უბრალოდ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ცხოვრება გააგრძელოს, ხო? მაინც თავისი სურვილით, თავის ნებით ყოველ დღე მიდის სასამართლოში და იხვეწება, რომ მიასწავლონ რომელ ოთახში სტარდება პროცესი და გაარკვიოს რა დააშავა ისეთი, რომ თავისუფლების ღირსი გახდან. ფაქტობრივად ქვეტექსტი ნაწარმოების არის ეს. და სწორედ ეს აღწერს ტოტალიტარულ რეჟიმში მყოფ ადამიანსაც, რომ ოღონდ თავისუფლება დამათმობინე და ყველაფერს გავაკეთებ და ამ დონემდე მისვლა ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო კარგად აწვდის იმას, თუ რა მოაქვს თავისუფლებას, რომ რეალურად თავისუფლებას მოაქვს ასე ვთქვათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი სიმძიმე, ხო? ცოტა უფრო თანამედროვე სტრუქტურაში რო გადავზარდოთ ეს ყველაფერი და თანამედროვე მოწყობის მიმართებით რო ვისაუბროთ, არსებობს დაგეგმარების, სახელმწიფო დაგეგმარების ორი ძირითადი მიმართულება. ერთი თავისთავად მიხვდებით, რომ ახასიათებს ზოგადად ტოტალიტარულ, ავტორიტეტულ და მსგავს, ასე ვთქვათ, მმართველობებს და მეორე არის ლიბერალიზმის მიმართულებით. ანუ რაც შეეხება ტოტალიტარულის ნაწილს, სახელმწიფო გთავაზობს ესეთ რაღაცას, ანუ სრული შემოსავლების უსაფრთხოებას, ანუ უსაფრთხოებას გთავაზობს თავისუფლების დათმობით. ეს გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც შენ შეიძლება რომ საზრუნავი გქონდეს, სრულად გადაგიჭრის ამ პრობლემას. მოგენჭებს შენ კონკრეტულად იმ ხელფასს, რაც გჭირდება. მოყავთ არა მხოლოდ შენ, არამედ ყველას. ყველასთვის ფიქსირებული იქნება დაუშვათ 1500 ლარი. ყველასთვის ფიქსირებული იქნება ის, რომ ექნებათ რაღაც კონკრეტული ასე ვთქვათ დაზღვევა ან რაღაც კონკრეტული ჯანმრთელობის მიმართულებით რაღაც ნებისმიერი რაღაც. ოღონდ ყველას აბსოლუტურად ექნება ერთნაირი. და შენ არ იქნები რაღაც გამორჩეული, ანუ ყველაფერი შენთვის იქნება უზრუნველყოფილი, ამას გეუბნება. და რა თქმა უნდა, ხალხისთვის ეს ბევრად მოსაწონია, ვიდრე ლიბერალიზმის ვერსია, ხო? ეს არის ძირითადი უსაფრთხოება, რასაც ლიბერალიზმი გთავაზობს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე შენ დაგაზღვევ იმით, რაც აუცილებლად გჭირდება საიცოცხლოდ. თუ შენ საჭმელი არ გაქვს, დაგეხმარები რომ მოგცეს საჭმელი. დაგინიშნავ სოციალურ დახმარებას დაუშვათ. თუ შენ საცხოვრებელი არ გაქვს, მოგცემ საცხოვრებელს, არ ვიცი, ნებისმიერი რაღაც, რაც ადამიანს თუ უკვდები, რაღაცას დაგიფინანსებ და გადაგარჩენ. ხო, ეს არის ლიბერალიზმის პრინციპი, მაგრამ როდესაც ტოტალიტარიზმზე ვსაუბრობთ, სრულ დაგეგმარებას გვთავაზობთ. დაგეგმილი ეკონომიკა არის ზუსტად ის ტერმინი, რაც ამას შეესაბამება, ხო, აბსოლუტურად ყველა ასპექტი უნდა დაგეგმოს, რომ შენ მოგანჭროს კომფორტი, ანუ შენ გადაწყვეტილებების მიღება აღარ გჭირდება, შენ გაქვს კონკრეტული სამსახური, რომელსაც ვერ გამოიცვლის სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს მოგენიჭა უკვე და მორჩა, შენ პასუხისმგებლობა ჩაიხსენი, შენზე აღარ არის გადაწყვეტილების მიღება, შეცვლი თუ არა სამსახურს, ხო? შენ გაქვს რაღაც კონკრეტული შემოსავალი, როგორც ყველა სხვას და всё, კომფორტულად ხარ ამ ხრივ. რა თქმა უნდა, ხალხს ეს დაპირებები ბევრად მოსწონთ, იმიტომ რომ აქ ჩნდება შანსი, რომ შენ თავისუფლება გადასცე ვიღაცას, ანუ პასუხისმგებლობა გადააბარო ვიღაცას და თავი იგრძნო კომფორტულად. აი ეს არის მოკლედ ზოგადად არსი ამ ყველაფრის, ეს რა შევაჯამოთ, უშუალოდ თავისუფლების მექანიზმის, რაც იწვევს იმას, რომ საბოლოოდ ასე ვთქვათ, აწვება და ასტიმულირებს ადამიანებს, რომ გამოიმუშაონ ორმაგი აზროვნება. იმიტომ რომ ამ ადამიანებს რომ შეეძლოთ, რომ გააცნობიერონ, რომ იცი რა, მე რეალურად თავისუფლება დავთმე, მე რეალურად ის რაც ღირებულს მქმნიდა ეს დავთმე, ამის გააზრება რომ შეეძლოთ, მაშინ საკმაოდ დიდი პრობლემა შეიქმნებოდა. შესაბამისად, აუცილებელი ხდება თავდაცვის მექანიზმისთვის, რომ შეიმუშაონ ორმაგი აზროვნება. ეს რას აკეთებს, რომ აბსოლუტურად გიქრობს შინაგან დისონანსს, ანუ ვეღარ ხვდები, ანუ გამომდინარე იქიდან, რომ შენ გაქვს გონებაში ორი სრულად ურთიერთგამომრიცხავი აზრი, აბსოლუტურად იკარგება და იბლარება ის მიჯნა, რაც შეიძლება დაგეხმაროს ამ რეალობის გამორკვევაში. უკან დასახევი გზა კიდევ არ გაქვს, იმდენად მდგრადია ეს ყველაფერი. რაც შეეხება ამ მდგრადობას, როგორ ნარჩუნდება აი ასე მყარად ორმაგი აზროვნების კონცეფცია და როგორ ინარჩუნებს, რომ ესე დიდხანს 10 წლეულების საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს, ამას უკვე მეორე მექანიზმი უზრუნველყოფს, რაც შეეხება მიკუთვნებულობას, ხო? და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ
ზოგადად თუ დავაკვირდებით, საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ მსგავსი რეჟიმები, ხო, არ არის რაღაც ის რომ ვიღაცამ ესე მნიშვნელოვნად დაამხო, ძირითად შემთხვევაში ხდება ის, რომ თვითონვე იბზარება, ისევ თავიანთი ქმედებებით ბზარავენ ტოტალიტარული მმართველები, თორე რომ შეეძლოთ, რომ ეს კონსისტენციაში გადაიტანონ და მუდმივად განავრცონ, ასე ვთქვათ, თავისი ძალაუფლების და თავისი აი ამ დისკომფორტის ჩახშობა მოსახლეობაში, ეს გრძელდება ძალიან დიდხანს და მაგალითი არის ჩრდილოეთ კორეაც. და სხვათა შორის თავისუფლებაზე როცა ვსაუბრობთ, შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ ჩრდილოეთ კორეელს შეიძლება არ ქონდეს მისწრაფება თავისუფლებისადმი და ანუ არსებითად შეიძლება არ ქონდეს თავისუფლება, მაგრამ რეალურად აი უკანასკნელ ჩრდილოეთ კორეელს, ვისაც არ ვიცი, კიმ ჩენ ინის ბებიის ძეგლთან მაინც უპირია, იმასაც კი აქვს რეალურად თავისუფლების მოთხოვნილება. უბრალოდ ეს ჩახშობილია, იმიტომ რადგან მასში არის გადმოტანილი დისკომფორტის საშინელი შეგრძნება, რაც თავისუფლებას ახლავს თან. ხო, გადავიდეთ უშუალოდ მეორე მექანიზმზე, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ შევინარჩუნოთ ეს სტატია, ანუ ორმაგი აზროვნება მუდმივად კონსისტენტურ მდგომარეობაში იყოს მდგრადი და არ გვიშლიდეს ხოლოს, ასე ვთქვათ, არაფერში და ვერ მოვახერხოთ აქედან გამოსვლა, ხო? ეს არის მიკუთვნებულობა. რეალურად ყველა ადამიანს გვაქვს მისწრაფება, რომ რაღაცას ვეკუთვნოდეთ. იმიტომ რომ ძირითადად ეს მიკუთვნებულობა განსაზღვრავს ხოლმე იმას, თუ ვინ ვართ და რა იდენტობას ვაყალიბებთ. აი მაგალითად შეიძლება ის იყოს ეთნიკური მიკუთვნებულობა, შეიძლება ის იყოს რელიგიური მიკუთვნებულობა, შეიძლება ის იყოს კლასობრივი მიკუთვნებულობა. იმის მიხედვით თუ მე რა კლასში ვარ გაწევრიანებული და ეს იყო უფრო მეტად ძველ პერიოდში, როდესაც კლასობრივი დაყოფა არსებობდა, მაგის მიხედვით განვისაზღვრები მეც. მათ შორის რელიგიაც, რამდენადაც არსებობს რაღაც რელიგია და რამდენადაც ვარ მის დამილოიალური, იმდენად განვისაზღვრები მეც. თუმცა ტოტალიტარული რეჟიმი რას აკეთებს? ტოტალიტარულ რეჟიმს უნდა რომ ერთადერთი მიკუთვნებულობის ობიექტი იყოს თავად სახელმწიფო. ანუ ვერ შეძლონ ადამიანებმა სხვა კონკრეტულ ჯგუფებში თავის რეალიზება და თვით იდენტიფიკაცია, ხო? იმიტომ რომ იმდენად ხარ თავისუფალი და იმდენად ხარ დამოუკიდებელი, რამდენადაც საკუთარი გადაწყვეტილებით მიაკუთვნებ თავს რაღაც კონკრეტულ ჯგუფებს, ხო? და ასე შემდეგ. ეს არ აწყობს ტოტალიტარულ რეჟიმს და რას აკეთებს ზოგჯერ ხელოვნურად, ან ზოგჯერ ბუნებრივად ახორციელებს ისეთი ჯგუფების ლიკვიდაციას, რომელმაც შეიძლება რომ ჩვენ რაღაც კონკრეტული იდენტობის მახასიათებელი შეგვძინოს. და ამის ძალიან კარგი მაგალითია სტალინის ქმედება. 1920-30-იან წლებში აბსოლუტურად გაცნობიერებულმა გადადგა ეს ნაბიჯი და ამაში იყავით დარწმუნებულები, რომ ეს იყო აბსოლუტურად მეთოდოლოგიური მიდგომა იმისთვის, რომ მიკუთვნებულობის შეგრძნება ჩაეხშაო მოსახლეობაში. და რა გააკეთა? დაიწყო კლასობრივი, ასე ვთქვათ, დანაწევრების და ზოგადად კლასების სრული ლიკვიდაცია. იქ არსებობდა ბურჟუაზია, იქ არსებობდა კულაკები, ეგრეთ წოდებული რაღაც პრივილეგირებული გლეხები, იქ არსებობდნენ შედარებით მაღალი საზოგადოება, ინტელიგენცია და შემოიტანა კოლექტივიზმის აი საშინელი მცნება, რომლითაც მოახერხა და ეს ადამიანები აბსოლუტურად ერთგვაროვან მასად გადააქცია. ანუ აქ აღარ არსებობდა არც კლასი, აღარ არსებობდა აღარც მიკუთვნებულობა ცალსახად, ხო? ანუ კოლექტივიზმი ზოგადად მაგიტომ არის ძალიან სახიფათო ცნება. ზოგადად შესაძლოა ვიღაცამ ეს განიხილოს დადებით კონტექსტში, მაგრამ ყოველთვის კოლექტივიზმი აუცილებლად გადაიზრდება ხოლმე ტირანულ რეჟიმში, ან რაღაც ტოტალიტარულ, ან მის მსგავს რეჟიმში, იმიტომ რომ ეს გულისხმობს ყველანაირი განსხვავების აღმოფხვრას, ანუ საერთო კოლექტივის შექმნა, სადაც ყველა ერთნაირად თანასწორია და არ არსებობს კონკურენცია. მაშინაც რასაც ვსაუბრობთ დაგეგმილი ეკონომიკაზე, დაახლოებით იგივეა, ხო, რომ ანუ ყველას ერთნაირი თანაბარი პირობები გვაქვს და არ არსებობს კონკურენცია. მე თუ რაღაცას ვიშრომებ, ჩემი შრომით ვერ შევძლებ, რომ მივაღწიო რაღაც კონკრეტული განვითარების დონეს. იმიტომ რომ აქ აუცილებლად უნდა იყოს ფიქსირებული ყველაფერი. მე თუ რაღაც შემთხვევით და ზედმეტი ვიშოვე ჩემი შრომით და ჩემი ცოდნით, აუცილებლად წამართმევენ ამას და სხვასთან გადაანაწილებენ, ხო? ეს რა თქმა უნდა არ არის ლიბერალიზმის საფუძვლებს მოკლედ სრულიად ცდება. შესაბამისად, სტალინმა შემოიტანა ეს კოლექტივიზმის ცნება, პირველ რიგში დაიწყო ამ კლასების ლიკვიდაცია, შესაბამისად გაქრა რაღაც კონკრეტული ისეთი ჯგუფები, რომლებსაც თავს მიაკუთვნებდი. ზოგადად ტოტალიტარულ რეჟიმებსაც მაგიტომ ახასიათებთ ეს, რომ რელიგია აკრძალულია ხოლმე, იმიტომ რომ რელიგია უნდა იყოს თავად კულტი და თავად ის ლიდერი, რომელიც მმართველის სახით წარმოგვიდგება და ჩრდილოეთ კორეაშიც ესეა. ასევე გარდა ამისა, დაიწყო სტალინმა ისეთი ადამიანების რეპრესირება და გადასახადი,
დასახლება, ვინც შედარებით მაღალ საზოგადოებას წარმოადგენდა. ძირითადად ეს წნეხი მიდიოდა კულაკებზე, ან ეს წნეხი მიდიოდა ინტელიგენციებზე, რომლებიც ან ჩაცხრილეს, ან გადაასახლეს, მოკლედ ყველანაირი ალტერნატივა მოისპო. საბოლოო ჯამში მივიღეთ ისეთი სურათი, რომ ლოიალობის ერთადერთ ობიექტად გვესახებოდა სახელმწიფო. ანუ ჩვენთვის მიკუთვნებულობის შეგრძნება მთლიანად დაისახკუთრა სახელმწიფომ და გავხდით მისი ნაწილი, ხო? და სხვათა შორის ამ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში ვარდება ამ დროს ხალხი ქვია სოციალური ატომიზმი. სოციალური ატომიზმი ნიშნავს გაუცხოებას, აბსოლუტურად იზოლაციას და ზოგადად იზოლაციაზე დგას ასევე ტოტალიტარული რეჟიმები, ხო? ადამიანმა ძალიან უცხოდ, იზოლირებულად იგრძნო თავი, მისთვის აღარ არსებობდა კლასი, ან ვეღარ იტყოდა იმას, რომ მე ბურჟუა ვარ, ან მე ინტელიგენციის წარმომადგენელი ვარ, იმიტომ რომ მოისპო ეს, ანუ ერთადერთი რაც შეიძლება ითქვა, რომ მე ამ რეჟიმის ნაწილი ვარ და მართლაც რომ გახდა ამ რეჟიმის ნაწილი, ხო? დაახლოებით, ანუ ასეთი პროცესები მიმდინარეობს ზოგადად. გარდა ამისა, სტალინმა რაც შემდგომში მოიმოქმედა, იყო ის, რომ იმის გარდა, რომ კლასების ლიკვიდაცია მოახდინა, რაღაც პერიოდი შეისვენა, გამოიყენა ეს დრო ფიქრისთვის და შემდეგ დაიწყო სრულიად ახალი მექანიზმების ამოქმედება. ანუ გადავიდა პირად ურთიერთობებზე, შემოიტანა დასმენის პრაქტიკა, რითაც გააქრო ასევე მიკუთვნებულობა და იმის შეგრძნება, რომ რაღაცას ეკუთვნი უშუალოდ პირად ურთიერთობებში. ანუ მე შენი მეზობელი ვარ და მე რო შენთან მოვდივარ და უშუალოდ სასაუბროდ, ეგეც აღარ არსებობს, იმიტომ რომ არსებობს დასმენის პრაქტიკა. თუ სადმე წავასწრებ ამ ჩემს მეზობელს, რომ რაღაცას ისე აკეთებს, რაც რეჟიმს არ მოეწონება, მე მას აუცილებლად დავასმენ და რას ნიშნავს ეს, რომ მე აღარ მივეკუთვნები და აღარ გამაჩნია ის როლი, რომ ვარ მეზობელი, აღარ გამაჩნია ის როლი, რომ მე ვარ ნათესავი. მხოლოდ და მხოლოდ გამაჩნია ის როლი, ისევ და ისევ, რომ მე ვარ ამ რეჟიმის ნაწილი, ხო? გარდა ამისა, აი ამ მექანიზმის შენარჩუნებას, გულისხმობ ორგაზროვნებას, მიკუთვნებულობის შეგრძნების გაქრობის გარდა, ასევე ეხმარება ტოტალიტარული ეგო. და რას ნიშნავს? ანუ ამ ყველაფერთან ერთად ყალიბდება ego, რომელიც გიკრძალავს, რომ ნებისმიერი აზრი, რომელიც რეჟიმის საპირისპიროდ იქნება შენს გონებასთან მოსული, აუცილებლად აი ყველანაირი შეკითხვის გარეშე უნდა იქნას გაქარწყლებული და გამქრალი. მათ შორის ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაც მოვა ჩემთან და დამელაპარაკება და შეეცდება რომ მითხრას, რომ იცი რა, შესაძლოა შენ არასწორი ხარ, როდესაც ამ რეჟიმის გწამს. არა, ანუ შინაგანად თუ გაჩნდება, აი როგორც შემოჭრილ ვირუსს ორგანიზმში, ისე ებრძვის შენი ego ამ იდეებს, რომ არ მოხდეს დაუშვათ გადახრა ტოტალიტარული რეჟიმიდან რაღაც სხვა მხარეს. შესაბამისად ეს ტოტალიტარული ეგოს კონცეფციაც, რაც ყალიბდება ამ ყველაფრის შემდგომ და ზოგადად მიკუთვნებულობის შეგრძნებას ამაგრებს ორმა გაზროვნებას. ანუ ერთადერთი ალტერნატივა მაქვს დარჩენილი და ეს სახელმწიფოა, ხო? მაგალითად, ამ დროს, როდესაც შენ ტოტალიტარული ეგოთი ხარ მოცული, ისევ 1984-ის მაგალითი რო ავიღოთ, უინსტონ სმიტი ვერ შეძლებდა, რომ თავისთვის დაესვა ესეთი კითხვა. თუ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება, რატომ ვერ ვიტყვით, რომ 2+2 4-ია? და ანუ ვერ შეძლებს ფიზიკურად ამ შეკითხვის დასმას, იმიტომ რომ ის შეგრძნება, ან ის აზრი, რაც მასში იბადება, აუცილებლად ქარწყლდება ეგრევე და ქრება, იმიტომ რომ არის ამ ეგოს, ასე ვთქვათ, შეტაკება. საბოლოოდ, ანუ ეს ყველაფერი რო შევაჯამოთ, რომ დავლაგდეთ, რა ხდება, ხო? ანუ რა არის, ასე ვთქვათ, ტოტალიტარული რეჟიმის ამოსავალი წერტილი. ეს არის ორმაგი აზროვნება, რომელიც გააძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დისკომფორტი და დისონანსი საერთოდ აღარ არსებობდეს შენში. და რა მექანიზმები თამაშობენ ამას? ეს არის პირველი თავისუფლების მწველი შეგრძნების მიწოდებით, რომ შენ ხარ თავისუფალი და ეს კლავს ადამიანს იმ წამსვე და მეორე არის ის, რომ მიკუთვნებულობის შეგრძნება და მთლიანად ორიენტირი ამ მხრივ გადმოგაქვს შენზე, რითიც აბსოლუტურად ლოიალურს ხდი ადამიანს. შესაბამისად, შეიქმნა რაღაც ახალი სრულიად სამყაროსთვის ამოუცნობი, მაგრამ ტოტალიტარული რეჟიმისთვის საკმაოდ ნაცნობი ადამიანი, ასე ვთქვათ, ტოტალიტარული რეჟიმის პროდუქტი, რომელსაც საბჭოთა კავშირში უწოდებდნენ ჰომო სოვიეტიკუსს და გეცნობათ დიდი ალბათობით ეს სიტყვა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ლექციის ერთ-ერთი მთავარი თემა, ხო, ჰომო სოვიეტიკუსი. თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ ეს არის რაღაც ადამიანის სრულიად ახალი რასა, რომელიც გამოზარდა საბჭოთა კავშირმა, რომელიც შექმნა ამ რეჟიმმა, ხო, მაგრამ
ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ homo sovieticus-ი აუცილებლად ყველაზე ვრცელდება, ანუ ეს კონკრეტული ტერმინი იმისთვის შეიქმნა, რომ აღენიშნა და აღეწერა საბჭოთა ადამიანი. რეალურად homo sovieticus-ები თავისი homo sovieticus-ები ყველა თავის ტოტალიტარულ რეჟიმს ყავს და შესაძლოა ამას სხვა სახელებიც ჰქონდეს, მაგრამ ზოგადად ის შინაარსი, რასაც ეს ადამიანი ატარებს თავის თავში ნებისმიერ ტოტალიტარულ რეჟიმს შეგვიძლია მოვარგოთ და ვთქვათ, რომ ადამიანი, რომელიც ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრობს, სწორედ ამ პატერნებით და სწორედ ამ სქემებით მუშაობს და სწორედ ამ სქემებით მოქმედებს, როგორც ახასიათებს ეს ყველაფერი ამ ჩვენს homo sovieticus-ს. და საბოლოოდ მივადექით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას ჩვენი ლექციის ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ რამდენად განაგრძობს არსებობას ისევ საბჭოთა კავშირი. მაშა გესენი swamps ამ კითხვას და აყოლებს პასუხსაც. მაშა გესენი არის ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწავლული, ასე ვთქვათ, შეისწავლის ტოტალიტარულ რეჟიმებს. და swamps სწორედ ამ კითხვას, რომ განაგრძობს თუ არა ისევ ცხოვრება საბჭოთა კავშირი და რეალურად განაგრძობს. შესაძლოა არ განაგრძობდეს იმ ფორმებით, როგორც აქამდე განაგრძობდა, თუმცა მისი მემკვიდრეობა საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვისაც არ უცხოვრიათ ტოტალიტარულ რეჟიმებში, შეიძლება დაიბადონ საბჭოთა ადამიანებად, თავიანთი გარემოდან გამომდინარე და თავიანთი სივრციდან გამომდინარე. მემკვიდრეობა იმდენად დიდია, რომ დღესაც კი აგრძელებს ეს ყველაფერი ცხოვრებას და ცხადია ამას მისის კითხვაც, რომ რამდენად არსებობს homo sovieticus-ი, ანუ რამდენად არსებობს ის ადამიანი, რომელიც ტოტალიტარულმა რეჟიმებმა გამოზარდა და რომელიც ტოტალიტარული რეჟიმების პროდუქტია, ხო? არსებობს ჩვენს შორის, ან თქვენგანაც მაინტერესებს ინტერაქცია, რომ გავზარდოთ, რამდენად არსებობენ homo sovieticus-ები დღევანდელობაში. ცოტა ინტერაქცია. ყოველთ მე ზეკითხო ამისა დაახლოებით, რომ არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ რეინკარნაცია მოხდეს, ასე ვთქვათ, დღევანდელობაში, ამ სამყაროში, ამ ტოტალიტარიზმის მარტივად. ხო, შენ მოიყვანე 1994-ის მაგალითი, რაც ძალიან მაგარი მაგალითია ინგლისში და მოიყვანე სტალინის მაგალითი, რაც დაახლოებით 1919-დან 22 წლამდე იყო, ხო? ბოდიში 1919-დან დაიწყო და ფოხდებიდა. და გაგრძელდა საკმაოდ დიდი ხანი. დღევანდელ სამყაროში, ციფრულ სამყაროში რამდენად არის იმის შანსი, რომ ტოტალიტარიზმმა ამხელა რეინკარნაცია და ამხელა გავლენა მოახდინოს დღევანდელ. ოღონდ დავა ზუსტად შეკითხვა, ხო, აქ არ გულისხმობთ ის, რომ დღევანდელ სამყაროში ტოტალიტარიზმი მოხდება, ან დღევანდელ სამყაროში, ხო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ტოტალიტარული რეჟიმი, ამას არ ვამბობთ. ვკითხულობთ იმას, რამდენად რეალურია, რომ ვთქვათ, რომ დღევანდელ სივრცეში ის პატერნები, რაც homo sovieticus-ს გააჩნდა, ანუ ის ადამიანი, რაც აღვწერეთ, რომელიც ხასიათდება მორჩილებით, რომელიც ხასიათდება ჭანჭკის მენტალობით, ხო, რომ ანუ მე პასუხისგებლობას მთლიანად ვიცილებ და ვაძლევ სახელმწიფოს და სახელმწიფომ როგორი ბოროტებას არ უნდა გააკეთოს, მე მას მხარ დაუჭერ. რამდენად არსებობს ესეთი ადამიანი დღევანდელ სამყაროში. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ესე homo sovieticus-ები დადიან ჩვენს გარშემო, მაგრამ ვიტყვით იმას, რომ პატერნები დღესაც არსებობს. და არ ვიცი რამდენად გავიცით თქვენს კითხვას პასუხი, ანუ ის არ უნდა ჩავთვალოთ, რომ დღევანდელობაში აუცილებლად ტოტალიტარიზმი აღორძინდება და ანუ აუცილებლად, მაგრამ რეალურად ფაქტიც გვაქვს ჩრდილოეთ კორეა, რომ რეალურად არსებობს მსგავსი რაღაც, ხო? მაგრამ უშუალოდ აქ ვსაუბრობთ პატერნებზე და მახასიათებლებზე. სრული რეინკარნაცია არის უკვე ჩრდილოეთ კორეის სახით. ანუ არა, დღევანდელ სამყაროში ვერ მოხდება სრული ისეთი ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, როგორც ყოველ შემთხვევაში მე ესეთი განცდა მაქვს, როგორც 1994-ში, ან როგორც წარსულში იყო, მაგრამ მექანიზმებით და კონკრეტული მიდგომებით იმდენად შეიძლება ადამიანთა გონის ფორმირება და ზოგადად კოლექტიური გონის ცვლილება, რომ ძალიან დაამსგავსო ამ ყველაფერს, ანუ რასაც ვსაუბრობდი, რომ პატერნები იგივე დატოვა, მაგრამ განსხვავებული იერსახემიანი ამის შესაძლებლობა არის, რა თქმა უნდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო. უნდა გადავიდე შემდეგ ნაწილზე, მაგრამ კი ბატონო, გამიგზავნა. კომენტარი გავაკეთო. დიახ. თქვენ გამოყავთ რამდენიმე ფაქტორი, რა ქმნის ტოტალიტარიზმს და
თუმცა ანუ რას გულისხმობთ ხო ტოტალურ კონტროლს აგრეთვე გარდა იმისა რა თქვი რომ თქვით ერთი ლიდერი გულდი და ასე შემდეგ ტოტალური კონტროლი ინფორმაციაზე ანუ მასმედიაზე ტოტალური პოლიციური კონტროლი და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ რომ თუ ეს ფაქტორები გაძლიერდა შესაბამისად არის ალბათობა იმისა რომ მსგავსი ადამიანი კვლავ აღმოცენდეს ასე ვთქვათ და მსგავსი მსოფლმხედველობის და მე ვფიქრობ მსგავსი ტოტალური ინსტრუმენტების გაძლიერება ძალიან მარტივი არის რა სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე ჩვენივე ისტორიაში მოკლე ისტორიაში შეგვიძლია ვნახოთ რომ რაღაც პერიოდების განმავლობაში შეიძლება ტოტალურად ყველა დამახასიათებელი ინსტრუმენტი არა მაგრამ ზოგიერთი ინსტრუმენტი ძალიან მზადდებოდა და ექცეოდა ამ ტოტალური რაღაც კონტროლის ქვეშ და შესაბამისად ის ინსტრუმენტები უკვე მოქმედებდა ადამიანებზე და აყალიბებდა ზუსტად იმ აზროვნებას და მსოფლმხედველობას, რაზეც თქვენ საუბრობთ რა. კი ბატონო, კი. ჩემი პასუხი იქნებოდა ჩემი აზრით, რომ ალბათობა ძალიან დიდია რა, მე ასე ვიტყოდი რა. მიცდებით ახალით და განსაკუთრებით დღეს 14 საუკუნეში ონიფიკაცია ყავის. კი ბატონო. და აკუმულირებულია ძალიან დიდი თანხა კონკრეტული ადამიანების ხელში და ინფორმაციასაც ისინი აკონტროლებენ. თუნდაც TikTok-ის გვერდებს, YouTube-ს არ ვიციან და მათ დროს იქნება ძალიან პოლარიზებული საზოგადოება. რაც ზუსტად ქმნის ანუ იმ შეგრძნებას, რომ არსებობს ჩვენ და არსებობს ვიღაც სხვები, რომლებიც ჩვენი მტრები არიან და აი ამ მტერის და მტრის და მოყვარის დიქოტომიით შეიძლება რომ შეცვალო ადამიანის არ ვიცი აზროვნება. რომ მე ეხლა აქ გაცილებით უკეთესად ანუ კარგად მესმის რა ხდება, მესმის მიზნები ჩემი სახელმწიფოსი და არსებობენ მეორე მხარეს რადიკალები, რომლებიც არიან ჩემი მშვიდობის შინაგან როგორც დავიწყეთ თამაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უფრო მარტივია ტოტალიტარიზმი, ვიდრე მე კი. ხო, ანუ ზუსტად მაგაზე ვაქცენტირებ, რომ თუ რაღაც კონკრეტულ ისეთ თბილ გარემოს შეუქმნი იმისთვის რაღაც ეს ტოტალიტარიზმის ნიშნები, ასე ვთქვათ, აყვავდეს, ეს აუცილებლად აყვავდება. ოღონდ თანამედროვე სახით აყვავდება, ანუ არ არის აუცილებელი, რომ აბსოლუტურად დეტალურად ემთხოვდეს იმას, რაც გამოვიარეთ, ან იმას, რაც აღწერილი 1984-ში ტოტალიტარიზმი თანამედროვეობაში შეიძლება არსებობდეს და ძალიან საინტერესო თემაზე მინდა რომ გადავიდეთ. ერთ-ერთი ეთნოგრაფიული კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩავატარე, ეხებოდა სწორედ ორმა გაზროვნებას და ჩემი ძირითადი კითხვაც სწორედ ეგ იყო, რომ ადამიანები ისევ არსებობენ თუ არა ჩვენს გარშემო, რომლებსაც აქვთ ეს ჰომო სოვიეტიკუსის პატერნები. რა თქმა უნდა, მთლიანად ამ ლექციის ფარგლებში ვერ შევძლებ ამ ეთნოგრაფიული კვლევის შედეგების გაზიარებას, თუმცა გარკვეულწილად ვეცდები, რომ დაახლოებით აღგაქმნოთ რა მდგომარეობა ამ ხრივ საქართველოში. და არსებობენ თუ არა ჰომო სოვიეტიკუსები, ესე უხეშად რომ ვთქვათ. ჯერ მოგიყვებით ზოგადად ეთნოგრაფიულ კვლევაზე, ხო? ეთნოგრაფიული კვლევა ჩატარდა ჭიათურაში, კერძოდ სოფელ შუქრუთში და ითხვისში. უფრო მეტად აქცენტი გაკეთდა ამ შემთხვევაში ითხვისში. და რატომ კონკრეტულად ეს სოფელი, ხო? ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მიწევდა, რომ ჩავსულიყავი ამ სოფელში და მათ დროს მოსახლეობასთან გასაუბრებისას აღმოვაჩინე, რომ ძალიან აბსურდული რაღაცები ახასიათებდა ამ ადამიანებს, მოკლედ და ძალიან კითხვები გამიჩნდა. და როდესაც გადავწყვიტე და უშუალოდ ტოტალიტარიზმზე მემუშავა და ამოტივტივდა, ასე ვთქვათ, ეს ორმაგი აზროვნების კონცეფცია, პირველი რაც გავაკეთე, ის არის, რომ დავგეგმო ეთნოგრაფიული კვლევა ამ არეალში, კონკრეტულად წინარე გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ შემესწავლა მართლა არსებობენ თუ არა ისეთი ადამიანები, ვისაც დღესაც ახასიათებთ ორმაგი აზროვნება, ხო? და ჩავედი, რამდენიმე დღე დავყავი, გავესაუბრე ადამიანებს და მნიშვნელოვანი აქ კონტექსტი რა, კონტექსტში უწევთ ადამიანებს ცხოვრება, არ ვიცი, რამდენად გაქვთ ინფორმაცია ჭიათურის შესახებ, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემები აქვს მოკლედ ამ ნაწილს. კონკრეტულად სოფელ ითხვის. ეს რაღაც მოხდა, რომ კომპანიამ ჯორჯიან მანგანეს დიდი ალბათობით თქვენთვის ცნობილი იქნება სრულად გაუფრთხილებლად, მოსახლეობის გაუფრთხილებლად დაიწყო შემაღლებულ ადგილას არის მოკლედ ეს სოფელი და შიგნიდან დაიწყო, ესე ვთქვათ,
თავის მარაგის მანგანიცის გამოყება. ოღონდ აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი აღვნიშნოთ ის, რომ კომპანია მოქმედებს მთავრობასთან ერთად და ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს. ანუ ისედაც მთელმა მოსახლეობამ იცის, რომ ეს ესეა და გარდა ამისა, კომპანიაში დანიშნულია სახელმწიფო მმართველი, რომელიც აკონტროლებს მდგომარეობას უშუალოდ კომპანიაში რა ხდება და ეს კომპანია რას გადაწყვეტს. ანუ ფაქტობრივად ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ჩათვალოთ, რაცაც კომპანია აკეთებს, ის არის მთავრობის ნაკარნახევი. მთავრობის გარშე კომპანია ვერაფერს ვერ გააკეთებს. დაახლოებით ესეთი კონტექსტი რა შევქმნათ. მოკლედ, ეს ქმედება კომპანიის მხრიდან განაპირობა იმან, რომ რეალურად მე-20 საუკუნიდან მოყოლებული 19 საუკუნიდანაც კი მათ შორის ხდება ამ ტერიტორიაზე მანგანიცის მოპოვება. და გამოილია ცხადია მარაგი ადრე რაღაც ერთ პატარაზე ჩახვიდოდი მიწაში და გათხრით რაღაც ძალიან მცირე ნაწილს ეგრევე ჩანდა, მაგრამ ეხლა გიწევს რა ძალიან დიდი მანძილით ჩახვიდე და ამთხარო რომ ამოიღო ეს შენთვის სასურველი ასე ვთქვათ წიაღისეული ხო და გამოილია შესაბამისად ერთადერთი ალტერნატივა რომ ფული აკეთოს ორგანიზაციამ და კომპანიამ არის ის რომ დარჩენილ მანგანიცის მიადგეს რომელიც არის უშუალოდ დასახლებული პუნქტების ქვემოთ. ცხადია არ შეიძლება ამის გაკეთება და მით უმეტეს სოფელი საერთოდ არ იყო გამფრთხილებული რომ მსგავსი რაღაც მოხდებოდა, მაგრამ კომპანიამ გაუფრთხილებლად დაიწყო მათ ქვეშ ასე ვთქვათ სამუშაოების წარმოება და მოხდა რა? მოხდა კატასტროფა, ანუ ხალხო უბრალოდ რომ ნახოთ და ჩახვიდეთ სოფელში რა დღეშია იქაურობა, სრულიად შოკირებული დარჩებით, იმიტომ რომ სახლების ნაწილი საერთოდ ჩამონგრეულია, დაბზარულია, ეზოები აღარ არსებობს და ხალხი ისევ იმ ადგილას ცხოვრობს. ანუ ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი თვალებიდან არა მომდის, პირდაპირ გეუბნებით, ერთ-ერთი ადამიანის სახლი, რომელიც აბსოლუტურად განადგურდა და დარჩა პატარა აივნის ნაწილი, რომელსაც აქვს, ანუ აივანს ვეძახით, 3 კედელი აქვს, ჭერი არ აქვს. ერთადერთი აი ეს პატარა სივრცე, ჩათვალეთ, რომ აი ეს დივანი რა ხელაც არის, მაგ ხელას სივრცე აქვს, მან ძინავს ზამთარ ზაფხულ და 2 წელი აელოდება კომპენსაციას იმისთვის, რომ შეძლოს რაღაც რეალისტური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ხო? და ამ ტერიტორიაზე ძინავს სრულიად მარტო მოხუც 80 წლამდე მიღწეულ კაცს და ეს იყო საშინელება. გარდა ამისა დანგრეულია სახლები. ერთი ადამიანის სახლი იმდენად იყო გაბზარული, ცოტა შეიძლება სასცილოდაც მოგეჩვენოთ, რომ ლოგინზე სწორად რო დაეძინა, ქვემოდან უნდებდა, ასე ვთქვათ, აგურებს, იმიტომ რომ ქვემოდან გათხრება იმდენად დახარა ეს, რომ სახლი მთლიანად წაქანდა, ასე ვთქვათ. მოკლედ, საშინელი მდგომარეობა. მთავრობა ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებს. ერთადერთი რაც აკეთებს, ერთ მაგალითს მოგიყვებით, ერთ-ერთი ქალბატონის სახლი მთლიანად ჩაიტანა, ასე ვთქვათ, მიწაში ამ გათხრების პროცესმა. აბსოლუტურად მთლიანი სახლი ჩავარდა შიგნით, იმდენად რომ როდესაც აუდიტი მოვიდა შესაფასებლად ვერ შეაფასეს და უთხრეს, რომ იცით რა, ჩვენ ვერ შეგიფასებთ ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ სახლი არ გაქვს რა შევაფასოთ. შესაბამისად ანაზღაურება ამ ქალისთვის არ მომხდარა არანაირად. ერთადერთი რაც სახელმწიფომ გააკეთა არის ის, რომ 100 ლარი დაუნიშნა ყოველთვიურად. თუ 150 ლარი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ დაახლოებით ამ რეინჯში და დღემდე ის ქალბატონი ცხოვრობს მეზობლის მარანში. ანუ დაახლოებით ასეთი სიტუაცია. მოკლედ, ჩავედით მოსახლეობასთან იმ მიზნით, რომ გავსაუბრებოდით და ასე ვთქვათ, გაგვეგო მეტი ინფორმაცია თავად რას ფიქრობდნენ. და კონკრეტულ უბანს მივადექით დასახლების, სადაც აბსოლუტურად ყველა კარზე ეწერა საარჩევნო ნომერი 41. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას პასუხი არ აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა უქნას ამ ხალხს. თუ გაცემულია კომპენსაციები, გაცემულია ძალიან მცირედი რაოდენობით. ერთ-ერთი მოსახლე ამბობს, რომ ჩემი სახლი შეფასებულია 400.000 ლარად დაუშვათ და აძლევენ 20.000, 30.000 მხოლოდ, რაც აი უბრალოდ ლარს საუბრობთ და 20.000-30.000-ზე, რომელთაც უბრალოდ ლიფტის შახტის ტერიტორიას ვერ იყიდი, არა თუ სახლს, ხო, შეუძლებელია, რომ ასე იცხოვროს ადამიანმა. ჩავედით და გავესაუბრებთ ამ ადამიანებს და მქონდა ის მიზანი, რომ არა მხოლოდ გამეგო ამათი პრობლემები და საჭიროებები, ასევე გამეგო აქვთ თუ არა რეალურად ორმაგი აზროვნება. ეხლა მინდა წაგიკითხოთ 2 ფრაზა. და ჭირდება თქვენგან ინტერაქცია, რომ მითხრათ, ანუ ერთი ფრაზიდან რა დასკვნა გამოვიტანეთ და მეორე ფრაზიდან რა დასკვნა გამოვიტანეთ. ეს არის იქ ყოფი ადამიანებისგან აღებული ფრაზები, ასე ვთქვათ. პირველი ფრაზა. ითხვისი.
ჩემთვის მაგალითად წინამთავრობის პერიოდი ჯობდა, გინდა სამსახურის მხრივ და ყველანაირად. ამ მთავრობის ბრალია ყველაფერი მოგვატყუეს, მე არ მაქვს ამ მთავრობის იმედი, მე რის წინ ვიდექით, ვაპროტესტებდით და ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ. ეს არის პირველი ფრაზა. ეხლა მეორე ფრაზა. მთავრობის მხარდამჭერები ვართ სულ ყველა, ზურგი არ შეგვიქცევია ჩვენ, მაგაა ჩვენი მთავრობა და აბავის დაუჭერთ მხართ, მაგათი გადასაწყვეტია ყველაფერი. რას ფიქრობთ ამ ორ ფრაზაზე? ანუ ერთი ფრაზა ვის ეკუთვნის, მეორე ფრაზა ვის ეკუთვნის თქვენი აზრით? ერთ ადამიანს ეკუთვნის ორივე ფრაზა და მე ვიყავი სრულიად შოკირებული. ეს პირველი ფრაზა, როცა თქვა დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ მოაყოლა მეორე ფრაზა. და მიუხედავად იმისა, რომ შევეცადეთ ერთი და იგივე პიროვნება თქვა, პირველ რიგში ის, რომ ჩემთვის მაგალითად წინამთავრობის პერიოდი ჯობდა, ამ მთავრობის ბრალია ყველაფერი მოგვატყუეს, მე რის წინ ვიდექით ვაპროტესტებდით, არაფერი არ მოხდა და ეს ადამიანი ასევე ამბობს დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ ამას, რომ მთავრობის მხარდამჭერები ვართ სულ ყველა, ზურგი არ შეგვიქცევია ჩვენ, მაგაა ჩვენი მთავრობა და აბავის დაუჭერთ მხართ, მაგათი გადასაწყვეტია ყველაფერი. და როცა ცადე რომ ჩავძიებოდი რომ ანუ თქვენ ხომ მითხარით რომ ესე და ესე პრობლემები გაქვთ და მარტო მაშინ რატომ პასუხი იყო ის რომ აბა ვინ მაგრამ თან იმასაც ამბობს რომ მისთვის წინამთავრობა უფრო მეტად დასაფასებელი იყო მდგომარეობის მხრივ რაც არსებობდა და ალტერნატივას ვერ პოულობს ანუ ვერ ახერხებს იმას რომ გაანალიზოს ის დისონანსი რაც გონებაში აქვს ერთი მხრივ ის რომ საშინელად არ მოსწონს ეს მთავრობა და მეორე მხრივ ის რომ საშინელად მოსწონს ეს მთავრობა ხვდებით ვერ ახერხებს იმის გაანალიზებას რომ ეს ორი ერთმანეთთან აბსოლუტურად ვერ მოვა თანხვედრაში დიახ თავიდან ახსენეთ გულწრფელობის ფაქტორი კი მე ვფიქრობ აქაც დასასმელია ეს კითხვა რამდენად გულწრფელია ორივე კომენტარი რა კი მაგაზეც გაგცემთ პასუხს მაგაზე გაგცემთ პასუხს რომ მოვდიოდი ვფიქრობდი აუცილებლად რომ ეს კითხვა იქნებოდა იმ მხრივ რომ იქნება ანუ მე გაანალიზა ის რომ ვაიმე რა ვთქვი და იქნება მთავრობისთვის უფრო მოსაწონი კომენტარიც გავაკეთო ანუ რეალურად ესე არ ყოფილა და აგიხსნით კონტექსტს რატო როდესაც მთავრობას ლანძღავდა ეს ადამიანი ესეთ რაღაც თქვა რომ აი იქით სოფელში ერთ ორ ადამიანს კომპენსაცია მისცეს და მე არა და დაუსვე ესეთი კითხვა რომ თქვენი აზრით რატომ იმიტომ ხო არა რომ იქით მთავრობის მხარდამჭერები არიან და ეს პასუხობს აი ზუსტად ამას. არა, რას ამბობ? აქ მთავრობის მხარდამჭერები ვართ სულ ყველა. ზურგი არ შეგვიქცევია ჩვენ არავის. ანუ ეს კონტექსტი რო გავითვალისწინოთ, აქ ეს იყო უცაბედი ნაპასუხები, ანუ ეს აბსოლუტურად პირდაპირ რაც ენაზე მოადგა ის თქვა. ანუ ეგრევე გადავიდა იმ ალტერნატივის მოწოდებაზე, რაც მე მჭირდებოდა მან, ხო? ანუ პასუხი გამცა პირდაპირ ზედმეტი ფიქრის გარეშე და აქ ზუსტად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არ იყო იმის ფიქრი, რომ იქნებ და მთავრობისთვის უფრო მეტად ხელსაყრელი პასუხი მივცე ამ გოგოს არა. ანუ არ ყოფილა მსგავსი რაღაც. კიდევ წავიკითხოთ არ ვიცი რამდენად გავთ ხო? მიზეზი იყო და თქვენ რაც ახსენეთ ეს იყო პასუხისმგებლობის გადაბარება სხვაზე და იმდენად მძაფრად აქვს ეს მომენტი რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გაუკეთოს და ყველაფერი სახელმწიფო წყვეტს და მისი ხმა არანაირად არაფერში არ ვლინდება რომ პასუხიც იყო ამის შესაბამისი. კი, ეგეც საერთოდ მთავარ როლს თამაშობს, ასე ვთქვათ. აი მზად ხართ შემდეგი ფრაზებისთვის. პირველი ფრაზა. გაგუწირეს რა ხალხი გაგუწირეს თავისი სიმდიდრისთვის. ვისი არც ერთის არ მჯერა მაგათი რამჯერა, მაგენი ოღონდ მაგენი არ დამანახო თვალით. კაციშვილი არ გკითხულობ, ცოცხლები ვართ თუ მკურები. დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ ისევ ეს ადამიანი ეკეთებს ამ კომენტარს. ჩვენ ვართ 51 ყველა, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ისევ ამ მთავრობას ავირჩევთ. ანუ აბსოლუტურად ერთ და იგივე პიროვნების მიმართ თქვა მეორე ფრაზა. დიახ. აი ნუ მე ასაკეთ უფროსი ვარ როგორც ვაკეთებ და თემში მოხდა ასეთი რამ ედუარდ შევარდნის პერიოდში. ნუ პატარა მიტინგისავით მოეწყო და ხოლმე გაჭირებული და ნუ აი ერთი ლარი ძალიან გვაქვს რაღაც ვიდეო პუბლიცირებული. ჩემ მამდაშვილი მიყოლა ამას რაც მოხდა და ნუ დაურიგეს ერთ-ერთი ლარი და წავედი ხალხი რა მართლაც ის აბა ვფიქრობ ცოტა გამოიკვირდა თქვენი კითხვა რომ ამდენად დღევანდელობაში არის 50%-ზე შეგვიძლია მეტიც იყოს საქართველოში ჩვეულებრივი კომუნისტური სულით და ხორცით დადის ადამიანები. გულში თვითონ და დანარჩენ ადგილებშიც ეს პრობლემა
და განსაკუთრებით მაშინ ჩანს ხოლმე როდესაც არჩევნებია, იმიტომ რომ რაღაც დღევანდელი როგორ გითხრათ კარტოფილი შეიძლება დაკმაყოფილდეს ადამიანს ყველაზე ისე რო ვთქვათ რა. ესეთი მომენტებიც იყო ედუარდ შევარდნაძემ და არის გაინდაურებული. ხო. ინტელიგენციას, აი, ყველა საბსოლუტურად აი წარმოვიდგინეთ, ყველაფერი კარგად არის რა, კონკრეტულად. ხო. აბსოლუტურად საბჭოური ხალხი ვართ ჩემი აზრით რა, 80% და 85% შეიძლება ითქვას. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები თითქოს სხვანაირები არიან, მაგრამ იმ ხელა გაზზე გავლენა ძალიან დიდია, აი თქვენ ვისაუბრეთ და კარგი იყო. უბრალოდ კითხვა გამოგვიდა თქვენგან, რომ აი კონტინენტ არიან ან არ არიან. ხო, ეს მაინც ინტერაქციის მხრივ. კი. რა ალტერნატივა აქვს ამ ჯგუფს? მე მახსოვს, რომ რაღაც აქციები ჩაატარეს და ძალიან პატარა აქცია იყო, ასე ვთქვათ. მხოლოდის ხალხი იყო. თბილისს და მეგონი არავინ არ შეუერთდა, არანაირი მხარდაჭერა არ იყო და წარმოიდგინეთ, ანუ აი რას ვქეთქვის ეს ატომიზაცია, ხო? ამ შემთხვევაში ატომიზაცია თითო კაცებულია მართლა, ოღონდ იმ შემთხვევაში რაც პატარა ჯგუფი იყო. და არანაირი მხარდაჭერა არ ქონდა საზოგადოების მხრიდან. და ერთადერთი მხარდაჭერის იმედი შეიძლება ისევე მთავრობაა და სტრატეგიულად მოქმედებენ, რომ მოდი იქნებ ცუდი არა. მაგაზეც გეტყვით. თუ დასრულეთ, ცხადია. მაგასაც გეტყვით და აქაც იკვეთება ორმაგი აზროვნების მაგალითი. ამ ადამიანს მე დაუსვი ესეც შეკითხვა, რომ მოდი დავლაგდეთ, ხო? ერთ წამი დავალაგოთ, რას ამბობ. პირველ რიგში ეს არის, რომ შენ მთავრობა არ მოგწონს, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას გიზიანებს და ბევრ რაღაცას გიშავებს. ანუ არ გიფიქრია იმაზე, რომ არჩევნებში სხვას მისცე ხმას? სხვას მისცე ხმა? ეს ადამიანი პასუხობს, რომ ვინც კარგს გამიკეთებს, იმას მივცემ ხმას. თუ რა თქმა უნდა, გამოჩნდება ესეთი. შემდეგ მე დავუსვი ეს შეკითხვა, რომ ვინ გიკეთებთ ამ ეტაპზე კარგს, გავიგე რომ მთავრობა არ გიკეთებთ კარგს და ვინ გიკეთებთ მეუბნება ეს რაღაცას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უგვაქცევენ ყურადღებას და სულ მოდიან ჩვენთან და გვეხმარებიან და იქ ვიღაც იყო ამოსული და იქ რაღაცა დაგვეხმარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ ჩემი კითხვა იყო შემდეგნაირი, რომ თქვენი აზრით, ეხლა აი ზუსტად იმ ადამიანებმა, ვინც გეხმარებოდნენ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ეხლა რომ გააკეთონ პარტიან და კერჭი იყარონ მისცემთ თუ არა ხმას. ჯერ იყო დაფიქრება, მერე არა. რომ ანუ არა, ისე 51 საერთო არჩევნებში. და ეს იყო ჩემთვის სრულიად გაუგებარი რაღაც, ბატონო. ვერ იქნება მაინც კარგი დაახლოებით მსგავსი ფრაზა იყო. ზუსტად არ მაქვს ამოწერილი, მაგრამ ერთადერთი რაც შეიმჩნეოდა, მე ვერ ვახერხებდი იმას, რომ ძალიან ჩავძიებოდი ესეთ პოლიტიკურად სენსიტიურ ამბავს, იმიტომ რომ ვხედავდი, რომ აღარ უნდა ამაზე საუბარი და იგნორს მიკეთებ და ვერ ვახერხებდი, რომ ბოლომდე ჩავძიებოდი. შესაბამისად, პასუხიც იყო ეგეთი, ძირითადად იგნორი ან რაღაც წამოსროლილი ფაზა, რომელიდანაც აზრს ვერ გამოიტანდი. დაახლოებით ეგეთი რაღაც იყო. და ანუ ხო, როცა ვუსვამდი კითხვას, რომ ანუ მთავრობა რატო ესეთი პასუხები იყო დაახლოებით, აგერ ხულოში და ქედაში აშენდა კორპუსები. ის რომ მე თავზე მენგრევა საცხოვრებელი და მიწა მაქვს გამოთხრილი, ანუ ეგ არაფერს არ მანიჭებს, ხო? აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ადამიანებისთვის, რომ აი იქ ხულოში რო კორპუსი აშენდა, მაგას ხო აკეთებს მთავრობა. ჩემი არჩეული მთავრობაა და ბოლომდე ვუდგავარ გვერდში. დაახლოებით ესეთი ფრაზაც გაჟღერდა. და არ ვიცი, მე პირადად ვგრძნობ, რომ აქ აუცილებლად რაღაც დოზით მაინც შეიმჩნევა ორმაგი აზროვნების პატერნები. თქვენ მხრიდანაც მაინტერესებთ, რამდენად გრძნობთ მაგას. მაგას კი არა, ჩემი მეგობარი, ვინც თან მახლდა უშუალოდ მაგ კვლევაზე, იმას ამბობდა, რომ ორმაგი კი არა, რბამაგი აზროვნება აქვთ და დიდი ალბათობით ვეჭვობ, რომ თქვენც მსგავსი შეგრძნებები გაგიჩინათ ამ ფრაზებმა. აი რაც ქვის ამ ორმაგი აზროვნების რომ ჩაკეტილი საზოგადოების ფაქტორი და იზოლაცია. ხო, ზუსტად ეგ არის იზოლაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მიკრო ჩაკეტილი საზოგადოება გვაქვს რა. ეს ხალხი არის პატარა ჯგუფი, ასე ერთი სოფელი და კი ვიღაცა კარგს უკეთებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება რო არის, ის ვერ მიდის თავის თემის წინააღმდეგ რა. სამწუხაროდ და ამიტომაც ხაზავს იმას, რასაც ეუბნება თემი მაგალითად რა. ეს ფაქტორიც უკვე ქმნის, შეიძლება კრიტიკულად სადღაც გამოვალეს კრიტიკული აზროვნება და რაღაც სხვანაირად აზროვნებს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დროს უკვე ეს ფაქტორი მუშაობს. კი ბატონო.
სანამ ლექციას დავასრულებთ და კითხვა-პასუხის რეჟიმში ოფიციალურად გადავალ, ერთ-ორ ამბავს კიდე მოგიყვებით ამ კვლევიდან, რაც ძალიან დამამახსოვრდა. ანუ როგორც მივხვდით, ანუ ამ ორმა გაზროვნებას ცალსაღად ახასიათებს აბსურდულობა, რომ აი აბსურდია, რომ ეს აი ორი ურთიერთგამომრიცხავი იდეები მჯეროდეს, ხო? ეს აბსურდი გადაიზრდება ხოლმე ქცევაშიც მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ ტოტალიტარული რეჟიმის ადამიანებზე და ეს აბსურდი ცალსაღად შესამჩნევი იყო ერთ-ერთი რესპონდენტის მაგალითზე, რომელიც გავიცანი სწორედ ამ სოფელ იტხვისში. პირველად, როდესაც შევედი მის სახლში, დავინახე, რომ აკეთებდა რემონტს. ოღონდ რემონტს აკეთებდა ერთ-ერთ ყველაზე საშიშის ზონაზე, რომელიც როდის ჩაინგრევა, ღმერთმა არ იცის. ყველაზე კრიტიკულ წითელ წერტილზე აკეთებდა, ასე ვთქვათ, სახლის რემონტს. საუბარში რო შევედით, მოაყოლდა ესეთი რაღაც, თქვა, რომ აი გუშინ წინ ჩამომენგრა ეს კედელი და დღეს კიდე ამას ვაშენებ. ხვალ კიდე ჩამომენგრევა და კიდე ასაშენებელი მექნება. საბოლოოდ დაამატა ისიც, რომ დაახლოებით 1 წელია 3 დღეში ერთხელ რემონტს აკეთებს. და ისიც მოამატა, რომ დაახლოებით თავისი სახლი რამდენადაც რეალურად არის შეფასებული, მაგდენი თანხა უკვე რემონტებში დახარჯა. ანუ ესეც მე ვფიქრობ, რომ ორმაგი აზროვნების გამოხატულება, იმიტომ რომ ძალიან აბსურდულია მსგავსი ქცევა და ძალიან რთულია, რომ ამას რაღაც ლოგიკური ახსნა მოუძებნო თავის თავში, ხო, ანუ რატო მაკეთებ თუ იცი რომ ხვალ წამი დავაშმარებ მგონია რომ ერთგვარად ყველასთან გადაჭიმს სტრატეგიულდა და ამ ადამიანებს ეს არის და მიუხედავად იმისა რომ განცდით მოვედი რომ ჩემი ძალიან სოვიეტიკოს სვამჩნევდა და მარტივად თქვენ საუბარში ისიც დავინახე და ძალიან მტკივნეული იყო რომ შეიძლება ამ პოლიტიკურ სტანდარტში მეც ვარდებოდე მე მგონი რომ როგორც ვთქვათ, ყოველდღიური ალბათ აქცენტი საკუთარი თავისკენ შებრუნება ძალიან მნიშვნელოვანი და ეს და ვიცავს, რომ ამ სტანდარტის სტანდარტში არ ჩავარდეთ და ვიცი ფიქრობდი გამოსავალზე ყოველდღიდან და არის და ალბათ განსხვავებული მომხრეების სხვათა შორის განათლებაზეც გეტყვით ერთ-ორ სიტყვას, როგორც აღმოჩნდა განათლება არ არის, ну ხშირ შემთხვევაში არის განსაზღვრელი ფაქტორი, მაგრამ როდესაც ეს ტოტალიტარული რეჟიმის წნეხი ძალიან დიდია, ზოგჯერ განათლება საერთოდ არ თამაშობს როლს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ინტელიგენციაც მოექცა ამ ყველაფრის საზღვრებში, ასე ვთქვათ, და ელიტა. ოღონდ აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გაცნობიერებულად მოიქცნენ ამ რეჟიმის მხარეს, აქ არ ვამბობთ იმას, რომ რაღაც სარგებელს იღებდნენ რეჟიმისგან და მაგიტომ აწყობდათ, ანუ განათლებული ადამიანებიც ამ ყველაფრის მასში იყვნენ. მათ შორის მე-19 საუკუნეზე როცა ვსაუბრობთ და როცა ვსაუბრობთ ილია ჭავჭავაძის პერიოდზე, არ ვიცი რამდენად იცით, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, ვინც მაგ პერიოდში ამბობდა, რომ ჩვენ თავისუფლებისკენ ძიება და ჩვენი ეროვნული სულისკვეთების გაღვევა უნდა დავიწყოთ რუსეთის გარეშე, იყო სოლომონ დოდაშვილი, ერთადერთი ადამიანი მაგ პერიოდში. მათ შორის ილია ჭავჭავაძეც და ნებისმიერი სხვა მოღვაწე მაგ პერიოდში ამტკიცებდა იმას, რომ ჩვენ თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ აუცილებლად რუსეთის გავლით. და ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრ რეფორმებს ატარებდა მთავრობასთან ერთად მოქმედებდა, ასე ვთქვათ, იმ აბსოლუტურად გულწრფელი რწმენით, რომ საქართველოს ეხმარებოდა და მართლა ეხმარებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი ყავს ესეთი, მაგრამ რეალურად მათ გონებაში არასდროს არ არსებულა, ბევრის გონებაში არასდროს არ არსებულა ის ფიქრი, რომ ჩვენ რუსეთი არ გვჭირდება იმისთვის, რომ დამოუკიდებლები და თავისუფლები ვიყოთ, ხვდებით რას ვამბობ? ანუ შესაბამისად აქედან მივდივართ იმ დასკვნამდეც, რომ ბევრი განათლებული ადამიანიც შესაძლოა მოექცეს მსგავსი პროპაგანდის და მსგავსი ტოტალიტარიზმის წნეხის ქვეშ, ასე ვთქვათ. და ძალიან მინდა რომ ამის შემდეგ ბევრი გაიგოთ სოლომონ დოდაშვილზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან დიდი ქართველი იყო მაგ მხრივ. კი. აგა დღესდღეობით უკვე ასწავლენ თქვათ ინტელექტს და ემოციურ ინტელექტს, ემოციურ ინტელექტს გულის. კი. და ბავშვებს უნდა ვასწავლოთ დეзинფორმაციასთან ბრძოლად. იმიტომ რომ უნდა განასხვავონ ვიღაც რაღაცას რო იტყვის, კითხვები რო დასვან და მაქსიმალურად ეგრევე არ დაიჯერონ რა, რაღაც Facebook-ზე რაღაცას დაიკითხავენ. მინდა რომ სკოლებშიც უნდა შევიდეთ. პრობლემას ერთანაც ხშირად რაღაც რო კითხო, ვა, შეიძლება ისე რომ მე მივდივარ რაღაცას და კითხოს და მე ვიკენდლებ დუდი. მაგრამ მაგას თავი განebo
ძალიან სწორი ის იყო, მაგრამ როგორც თერდალეულები და ყველა ისინი ასწავლები განვითარებულები უცხოეთში. მაგალითად ილია ჭავჭავაძე რო იძახდა რომ რუსეთის გავლით უნდა წავიდე თუ არ ვიცი შეიძლება სულურად შეერთდეს და ვიძახდე, მაგრამ არ მგონი სულურად. მაგრამ ის პერიოდი ბოდიში ხა კონტექსტი. ეს ტიპი პატარა ქვეყანა მარტო ფიზიკურად მაგას ვიზახი, ძალიან დამოკიდებული ყავით მაგ პერიოდში. კიდე თორე და დღესაც ეგრე არის. ძალიან დიდი რაოდენობით მასა რაც თქვენ დღეს წარმოდგენა არ გვაქვს. ხაჭმულთან კავშირში თუნდაც რაღაცა მაგდაგვარი შემოდის რუსეთიდანაც იმის გამოყენებად რომელიც წარმოგიდგენთ შეიძლება მაინც ეგრე არის. მეტნაკლებად რო ვთქვა, დამოკიდებულები ვართ ძალიან ბევრ რამეზე. და ესე უცბად ავდგეთ და გადავდგეთ გვერდზე, რამდენად შესაძლებელია ეს კაი კითხვა არის. მაგრამ რატო ვარ დამოკიდებული? ეს მეორე ვფიქრობ ჩვენი პრობლემა, ჩვენი ერის პრობლემა ზოგადად. მე რა ჩემი მომზაული რაღაც უყურებ. არის ყველაფერი თავარი რა. ხოლმე მის ანუ შედეგება ორიენტირებული ყოველთვის. რაღაც მოხდა ის ნახეთ მიზესთან ყოველთვის მწყრალად ვარ ქართველები რა. მე რაც მაწუხებს რაც უყურებ ყოველ შემთხვევაში. რაც შეეხება ერუდიციას, განახლება ცოტა სხვა რამეა, ჩემს ამ თემაზე არ ვლაპარაკებ, მაგრამ ერუდიცია ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე ჯორჯ ორველის ცხოვრების ფორმას მოვიყვან დავიხმარ ესე რომ ვთქვა. იქ კარგად ჩანს ხომ არის კატეგორია ყოველთვის იყო სამწუხაროდ მით უმეტეს ტოტალიტარული პერიოდში, ანუ ბოლშევიკების პერიოდში, ნუ იქამდე ეს არ არის დაწყებული მე-20 საუკუნეში. საუკუნეების წინ ხდებოდა მართვა და ასე შემდეგ. უკუსტავლებულნი საუბრობს ძალიან საინტერესოდ მასების ფსიქოლოგიაზე და ერევის ფსიქოლოგიაზეც ძალიან საინტერესოა, სხვათა შორის არ ვიცი თუ გარისნობით ანუ ირჩევთ თუ არ წაგიკითხავთ, ძალიან საინტერესოა. და რა ვიცი, ვფიქრობ რომ ერუდიცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იქიდან რომ Facebook-ზე აი ყველას გეყოლება ალბათ. მეგობრები ნათესავები მარტივად აზიარებენ ყველაფერს და თუნდაც აი ის რომ ქართველის პრობლემა არის ჩვენი რაც ვთქვა, არ შეგვიძლია თუნდაც ჩვენ წავიკითხოთ, ჩვენივე ნაკითხი ამოვიღოთ დავდოთ და გავაზიაროთ. მარტივი ხომ გესით ამ მარტივად მიღებული ყოველთვის არ არის რა ძალა არ აქვს რა სახარებას იმას ამბობს ხომ ყველაზე მთავარი არის საქმე რა საუბარი გასაგებია მაგრამ მენა საქმის გარეშე მკვდარია ეს ჩვენ ყოველ საქმეში შემთხვევაში ერუდიცია და თეორია ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცი როგორ გააკეთებ და რანაირად ეს მე მაინც ვფიქრობ რომ პირველ რიგში რა ერუდიცია რომ განახლებული გახდეს საბოლოო ჯამში ერუდიციიდან გამომდინარე რა განათლებული ადამიანები შეიძლება დაიბადონ ის რატო წინი არ ქონდეს საკითხები, მაგრამ ესე ამას ჩვენ ვერ დავაყურებთ როგორც ერი, ვერ გავითარდებით უბრალოდ რა. ეს არის ჩემი აზრი რა. კი ბატონო. ერუდიციაში, მაგრამ ასე დავამატებ იმას, რომ პრაქტიკაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მგონია რომ რაღაცას როდესაც ვკითხულობთ, იმდენად არ ვიაზრებთ რაღაცებს იქამდე სანამ ჩვენ თვითონ არ აღმოჩნდებით ამ სიტუაციაში და სწორედ ეს არის რაღაცა სიახლოვეს, როდესაც შევიტყობთ, ან ჩვენ როდესაც აღმოჩნდებით მსგავს სიტუაციაში, რაც განსხვავებულია, მე ვამჩნევთ, რომ აი ადრე ესე როგორ ვფიქრობდი. და მგონია აი პატარა თემებში პრობლემები იმიტომ არის, რომ რეალურად სხვა მხარე არც უნახავთ. ან თუ უნახავთ, თვითონ არ გამოუცდიათ და ამიტომაც აქვთ ეს ვაკუუმის შეგრძნება და თავიანთი სიმართლე და ადამიანს თუ კი აქვს თავისი სიმართლე, როგორც მაგალითად ამაცხობებს, ამ სიმართლეს ძალიან ჯერა. ძალიან, სანამ თვითონ არ გამოვა თავისი კომფორტის ზონიდან და სხვა რაღაცას არ გამოცდის. კი. დეზინფორმაციის მიზანით სწორედ ეგ არის რაღაც დანაწევრებული რეალობების შექმნას, ანუ არ არსებობს რაღაც კონკრეტული რეალობა, არამედ ყველას ჩვენი საკუთარი რეალობა გაგვაჩნდეს, რაც ძალიან ხელს უწყობს მითოსის, ასე ვთქვათ, გავრცელებას. და კიდევ განათლებასთან დაკავშირებით ეს რაც დამატება მინდოდა, რომ ამ მხრივ სხვათა შორის პრაქტიკული გამოსავალი არსებობს და შეგვიძლია რომ მივმართოთ, ასე ვთქვათ, შვედეთის მეთოდს. შვედეთი იყენებს ესეთ რაღაცას ჰოლისტიკურ მეთოდს იმისთვის, რომ დეზინფორმაცია განეიტრალოს ქვეყანაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ამაში ჩართულია მთავრობაც, მედიაც, საზოგადოებაც და ყველა აბსოლუტურად მნიშვნელოვანი სექტორი, რომლებსაც რაღაც კონკრეტული ძალა გააჩნია. უბრალოდ საქართველოში ეს არ იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ თავად დეზინფორმაციის გამავრცელებელი ხშირ შემთხვევაში მთავრობა.
თუმცა ძალიან კარგად მეთოდად მუშაობს ეს მეთოდი, რომელიც ასევე ითვალისწინებს იმას, რომ პირველი კლასებიდან ბავშვებს ცალკე აქვთ მედია წიგნიერების გაკვეთილი, სადაც სწავლობენ როგორ ამოიცნონ დეზინფორმაცია, როგორ მოახერხონ მისი გაბათილება და როგორ არ გაავრცელონ, რაც ყველაზე მთავარია ეს დეზინფორმაცია სხვებთანაც. კიდევ თუ გაქვთ რამე კითხვები? მაშინ შეგვიძლია დავასრულოთ. და ძალიან დიდი ბოდიში რომ შესვენებაზე არ გაგიშვით. კარგით, დაგემშვიდობებით. მადლობა პირიქით.